დავიცვათ შავი ზღვის აუზის მდინარეები დაბინძურებისგან. ასე ქვია პროექტს, რომელმაც 5 ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაცია გააერთიანა. საქართველოში მათ მასპინძლობას აგრობიზნეს კონსალტინგი უწევს. ჭიათურა და მდინარე ყვირილა ერთ-ერთია იმ ნუსხაში, რომლის გადასარჩენად არასამთავრობო ორგანიზაციებმა მუშაობა დაიწყეს. აქ ვიმყოფებით 5 ქვეყნის ორგანიზაციიდან. ეს ქვეყნებია საქართველო, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და მოლდოვა. ჩვენ ვცდილობთ გავაერთიანოთ ჩვენი შესაძლებლობები, რათა შევძლოთ შავი ზღვის მდინარეების დაცვა დაბინძურებისაგან. ევროპელ სტუმრებს მასპინძლობა ჭიათურაში არასამთავრობო ორგანიზაცია ჭიათურელთა კავშირმა გაუწია. შოთა გაფრინდაშვილმა გარემოს დამცველებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის 3 სოფელი, პერევისარ, განი და დარკვეთი დაათვალიერებინა და მათ ის ადგილები აჩვენა, სადაც მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვების გამო სავალალო მდგომარეობაა შექმნილი. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისათვის, რომ არამარტო ქალაქის ჩვენი მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ გაგვეტანა საქართველოში, არამედ მთელ სოფლიოში გაგვეტანა ის მდგომარეობა. რა სიტუაცია ჭიათურაში და რა სიტუაციად ჩააგდო ჯორჯიან მანგანეზმა ჭიათურა, სადაც მიდიან სტუმრები ყველგან, ხდება დაანგრეული, არარეკულტივირებული და გაუბედურებული ადგილები. ჩვენ მომავალში გავაგზავნებთ, რა თქმა უნდა, ინფორმაციის გავრცელებას, მაგრამ ჯორჯიან მანგანეზი ფართო მასშტაბით სარეკულტივო სამუშაოს არ დაიწყებს და კანონის ფარგლებში არ იმოქმედებს. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება აუცილებელია, თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს გარემოს დაბინძურებისა და განადგურების ხარჯზე. მანგანუმის ასეთი გზებით მოპოვება დაუშვებელია, აღნიშნეს გარემოს დამცველებმა. ეკონომიკის განვითარება აუცილებელია, თუმცა არა გარემოს განადგურების ხარჯზე. რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არაკონტროლირებადი მანგანუმის მოპოვებაა ღია კარიერული წესით და ეს უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ რეგულაციებს. ჩვენ მივესალმებით ამ კუთხით ასოციაცია ჭიათურელთა კავშირის საქმიანობას. მდინარე ყვირილა ერთ-ერთია იმ მდინარეებს შორის, რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება. გარემოს დამცველებს ყვირილას ასეთი დაბინძურების გამო გაოცება არ დაუმალავთ. შავი ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლებმა ჭიათურაში შექმნილი ეკოლოგიური მდგომარეობა საგანგაშოდ შეაფასეს და ასოციაცია ჭიათურელთა კავშირს ამ პრობლემის გადაჭრაში დახმარების აღმოჩენა აღუთქვეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქართული ოცნების კანდიდატები წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებენ. სულხან მახათაძე ტყემლოვანას და ჩხირაულის მოსახლეობას შეხვდა. სოფელი ძირითადად საკითხი იწვევს პირველ რიგში გზა და კვალი. ახალგაზრდა თაობის და მომავალი თაობის რომ სოფელი არ გადაშენდეს, არავითარი პრობლემა არ შეექმნას გზის მხრივ და შეხვიდა 100%-იანი გზა იქნება გაკეთებული ჩხირაულამდე. ყოფილი გამგებელი ადგილობრივებს ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამის შესახებ ესაუბრა. შეხვედრას მანდაეთის თემის მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა გოგოლაძეც ესწრებოდა. აროს სოფლის ექიმის პრობლემა არსებობს, რომელიც საერთოდ ჯამში მოსაწესრიგებელია ეს სფერო და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას და ჯადოვის სამინისტროსთან ჩართულებით ამ საკითხებს მოუგვარებთ მოსახლეობას და რეალურად იგრძნობენ ისინი, რომ არა ჩვენ ტირდებით მას და არამედ ეს არის მარტო საუბარი და დანაპირები, არამედ ჩვენი სიტყვაც და საქმეც არის ერთი და რეალურად მოაყოლეთ იმედით ნაბიჯებს, რომელიც აუცილებლად მნიშვნელოვანი იქნება მთლიანობაში ამ პრობლემების მოგვარებისთვის. ჩხირაულიდან ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატმა ითქვის სისტემში გადაინაცვლა და ადგილობრივებთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. იქიდან გამომდინარე, რომ გამოგვადგა უნამოსო კომპანია და არ შეასრულა ის ვალდებულებები, რომელსაც დღესაც სასამართლოში მიმდინარეობს ეს დავა და ეს გზა აუცილებლად დასრულდება. მაგრამ თქვენთან არის რა თქმა უნდა მოუწესრიგებელი და ჩვენ ამ მიმართულებით არ ვფიქრობ, რომ დაგვავიწყდით და ყურადღებას არ მოგაქცევთ. საუბარი იყო პრობლემებზე ამ ჩვენი დასახლების ქვედაითხვისის კონკრეტულად. როგორც ყველგან იგივე პრობლემები გვაქვს. ჩვენ შეიძლება უარესი რამდენადაც ჭიათურ-მანგანუმის ტრასა აგერ დადის სატვირთო მანქანები მძიმე წონიანი გვიფუჭებენ გზას, არა გვაქვს წყალი ფაქტიურად. შეიძლება კვირაში 3-4 დღე ამორთული იყოს წყალი. ეკოლოგიური პრობლემები როგორც ყველგან ჭიათურის სოფლებში ისევე ჩვენთან სხვადასხვა პრობლემები აწუხებს. მთავარ პრობლემების ალბათ ამ სოფელში ბაღის აღდგენა, სავარაუდოდ ერთი არ იყოფოდა, ორი საბავშვო ბაღი მაინც არის საჭირო, ერთი ცენტრში და მეორე აქ ამ უბანში და გზების რეაბილიტაცია. შიგასაუბნო გზების რეაბილიტაცია. ეს არის მთავარი პრობლემები, რომელზეც ჩემი დეპუტატობის განმავლობაში ალბათ ვიმუშაებ და მოვახდენ ამ თემების აქტუალიზაციას მუდმივად.
მე შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 15 ივნისს გაიმართება. მე რომ დღეს დაკვირდეს ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იასონ ჭუმბურიძე ტოლსტოის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მოსახლეობას საკუთარი პროგრამა გააცნო. ნუკრი ჭუმბურიძის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჭიათურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დაბრუნებაა. ის რაც არის ქალაქის დამახასიათებელი ეს დაწესებულებაა თუ რამე სხვა ესეთი რომ დაუბრუნდეს ჭიათურას და ჭიათურა იყოს თვითმმართველი ქალაქი არა მარტო თქვა ქაღალდზე და კანონით არამედ მისი შინაარსითაც. ჩვენ რამოდენიმე წლებია ბატონ უკრის ვიცნობთ, ხალხი ძალიან ენდობა და ნდობას უცხადებთ და ნამდვილად ამართლებს ხალხის მოთხოვნებს. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ტოლსტოის ქუჩის მცხოვრებლების პრობლემები მოისმინა, მოსახლეობამ ყურადღება დაბინძურებულ წყალზე გაამახვილა და იასონ ჭუმბურიძეს პრობლემის მოგვარებას თხოვა. როგორც გაწმენდება, წყალი არის ყოველთვის დაღურებული და ვერ საერთოდ გამეყენა და ვერ საერთოდ ისეა და პირიქით აზიანებს ვანას და ყველაფერს გიზიან ჩოჯოს ისინი. მოსახლეობასთან შეხვედრა ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე სკვერში გაიმართა. ეს არის ჩემი მშობლიური უბანი. და დავიწყე საარჩევნო კამპანია მოსახლეობასთან შეხვედრა უბნებზე, ჩემი მშობლიური უბნიდან. ისინი ძალიან კარგად მიცნობენ, ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. არის პრობლემები, ზოგადი პრობლემები, პირადი პრობლემები და მე რაც შემიძლია, ჩემ ძალისხმევას არ ვაკლებ მათი პრობლემების გადაწყვეტას, როგორც პირადულს, ისე საზოგადოს. იასონ ჭუმბურიძე წინა საარჩევნო შეხვედრების გამართვას ქალაქის ყველა ქუჩის მცხოვრებლებთან გეგმავს. დღეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჭიათურაში წინა საარჩევნო შეხვედრა გამართა. ის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა. ნათელაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ქალაქისა და სვერის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. შალვა ნათელაშვილი ჭიათურიდან ქუთაისში გაემგზავრა. ჭიათურაში არის უძვირფასესი საბადო ადამიანების სახით პირველ რიგში, სულიერების სახით და მე რა თქმა უნდა ჭიათურის მარგანეცი, რომელიც შეინახავდა ხუთ საქართველოს ხელა ქვეყანას, რომ არ იყოს ის დატაცების და ყაჩაღობის ობიექტი და რომ არ იცვლიდნენ იქ 1000 პატრონებს შეურნაძიდან დაწყებული ივანიშვილი დამთავრებული. ძალღონეს არ დავიშურებ, მე მაგალითად მოვდივარ კონკრეტული საქმით, კონკრეტული პროექტებით, რომელიც შეეხება მცირე სასტარტო ბიზნესის ხელშეწყობას. აბსოლუტურად ამ პროექტს განვახორციელებ ამ რაიონში და კერძოდ სვერის თემში. ბრძანდებოდა ბატონი შალვა ნათელაშვილი და შეგვიდა რომ ცხოვრება გექნება ძალიან არაჩვეულებრივი. მოგვიდანა ესეთი ბროშურები და დაგვირიგეს. აგვისი პროგრამა წარადგინე, წავიკითხე რაც დანაპირებია, შეასრულებენ და მომავალი იქნება არაჩვეულებრივი, ყველასთვის ძალიან კარგი იქნება. მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით ვაპირებთ აფხაზეთში არსებული პრობლემის დარეგულირებაზე ზრუნვას. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ირაკლი ალასანიას განმარტებით, აფხაზეთის ტერიტორიას საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია კი არ ვრცელდება და სწორედ ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე ოკუპანტ ქვეყანას ეკისრება. ამასთან მნიშვნელოვანია როგორ აისახება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ქართულენოვან მოსახლეობაზე. როგორც ალასანია აცხადებს, მეზობელი ქვეყანა არა მხოლოდ სამხედრო აგრესიას აგრძელებს, არამედ პოლიტიკურსაც. მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში აღნიშნული საკითხი აუცილებლად განიხილება. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ანქვაბის გადადგომის მოთხოვნით სოხუმში საერთო სახალხო კრება გაიმართა, რომელსაც 10,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. აქცია აფხაზეთის ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, კრების წევრებმა შენობა აიღეს. თავად ანქვაბმა კი იქაურობა მანქანით დატოვა. ეგრეთ წოდებული უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ აშუბამ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა. ძალიან გვაღელვებს ის თუ როგორ განვითარდება მოვლენები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენ გვაღელვებს ბუნებრივია ეს როგორ აისახება ჯერ კიდევ იქ დარჩენილ აფხაზეთის გალის ტერიტორიაზე ქართულენოვან მოსახლეობაზე. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და ბუნებრივია ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკების გზით ვაპირებთ
ამ პრობლემების დარეგულირებაზე ზრუნვას. არის ჟენევის ფორმატი, სადაც მომავალში ეს საკითხები იქნება განხილული. მინდა ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიას ეხლა აკონტროლებს საოკუპაციო ძალები და საქართველოს იურისდიქცია და ასევე საქართველოს ხელისუფლების, ასე ვთქვათ, იურისდიქცია არ ვრცელდება აქედან გამომდინარე, მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე ეკისრება საოკუპაციო ქვეყანას. აზერბაიჯანი რეგიონში ჩვენი ყველაზე სტრატეგიული პარტნიორია. ეს განცხადება ირაკლი ალასანიამ გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი სამხედრო გამოცდილების გაზიარებაზე და თურქეთთან სამხედრო ფორმატში თანამშრომლობა შეეხო. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მათი ქვეყანა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს, ისევე როგორც ჩვენი ქვეყანა აზერბაიჯანისაც. როგორც შეხვედრის შემდეგ ზაკირ ჰასანოვმა განაცხადა, აზერბაიჯანელი მხარე ქართული დელტას წარმოებით არის დაინტერესებული. აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მასპინძლობს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 30 მაისს დასრულდება. დღევანდელი ვიზიტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისი, რომ საქართველო და აზერბაიჯანი, ჩვენი ხალხი, ჩვენი მთავრობები ენდობა ერთმანეთს და ავითარებენ ორმხრივ ურთიერთობას ორივე ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად. თვითონ მინისტრთან დღეს ერთად განვიხილეთ ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის დეტალები, ჩვენ ვისაუბრეთ სამხედრო ინდუსტრიების ფორმატში ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე გამოცდილების და ინფორმაციის გაცვლაზე და ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სამმხრივ ფორმატზე საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის ფორმატში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებასა. ბატონმა მინისტრმა სწორად აღნიშნა, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებობს საკმაოდ ღრმა ურთიერთობები. აზერბაიჯანს და საქართველოს ერთმანეთს შორის საკმაოდ დიდი და ვრცელი ეკონომიკური ურთიერთობები აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ყველა მიმართულებით ურთიერთობები ვითარდება. საერთაშორისო უწყებებში, საერთაშორისო არენაზე საქართველოს და აზერბაიჯანის ინტერესები ერთნაირია და ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენს სიტყვა შევასრულეთ ამერიკელებთან და ნატოს სხვა მოკავშირეებთან ერთად. ავღანეთში 2014 წლის შემდეგ არასაბრძოლო მისიას გავაგრძელებთ. ეს განცხადება ირაკლი ალასანიამ ბარაკ ობამას განცხადების კომენტირებისას გააკეთა. თავდაცვის მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ავღანეთში არსებულ პოლიტიკას და საქართველო, როგორც მათი საიმედო მოკავშირე, მათ უერთდება. შეგახსენებთ, რომ 28 მაისს ბარაკ ობამამ 2014 წლის შემდგომ ავღანეთში არსებული სამხედრო კონტინგენტის შენარჩუნებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს ხელისუფლებაშიც გამოეხმაურნენ და 2014 წლის შემდეგ ავღანეთში არასაბრძოლო მისიაში მონაწილეობის გაგრძელების შესახებ მზადყოფნა გამოთქვეს. თავდაცვის სამინისტრო მიესალმება ამერიკის მხარის და კონკრეტულად პრეზიდენტ ობამას განცხადებას, რომ ისინი გააგრძელებენ და უერთგულებენ საკუთარ პოლიტიკას 2014 წლის შემდეგ მხარი დაუჭირონ ავღანეთში უსაფრთხოების ძალების განვითარებას და ჩვენ როგორც საიმედო პარტნიორი ნატოსი, საიმედო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენს სიტყვას შევასრულებთ და ამერიკელებთან და ნატოს სხვა მოკავშირეებთან ერთად გავაგრძელებთ არასაბრძოლო მისიას 2014 წლის შემდეგ ავღანეთში. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის სტუდენტური დღეები 2014-ის ფარგლებში ჭიათურას 10-მდე უნივერსიტეტის სტუდენტი ესტუმრა და ჭიათურელი მაყურებლის წინაშე სხვადასხვა ნომრით წარსდგა. მეოთხე დღეულად თუ გემონაწილეობას ერთხელ გავიმარჯვეთ, შარშანგაფთი ჯიური სიმპათია და ძალიან კარგია რომ თოცა ტარდება. დიდი მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ასეთი დღეები რო გვაჩვენა სტუდენტებს და ძალიან ხალისად გავიცანით სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და რა თქმა უნდა დიდი მადლობა ამისთვის ყველანაირად. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრის სცენაზე სტუდენტები ერთმანეთს კულტურული შემოქმედებითი და იუმორისტული ნომრებით ენაცვლებოდნენ.
ბავშვები მაქსიმალური გააკეთეს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმა დასის ბავშვებმა, რომ რაც შეიძლება კარგად წარმოიჩინათ თავის ნომერი და რავი, მე მგონი დარბაზის და ყველა მაყურებელი დაგვეთანხმება, რომ ჩვენი ბავშვები ნამდვილად საუკეთესოები არიან და ბოლომდე დაიხარჯნენ და ის თავისი სათქმელი რაც ჰქონდათ ამ სპექტაკლში ნამდვილად აჩვენეს. სტუდენტური დღეების მიზანი ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების საზოგადოებასთან ინტეგრაციაა. მეორედ ვიღებ მონაწილეობა სტუდენტურ დღეებში და რა ვიცი, ბავშვებს ვიცნობ ახალი ურთიერთობები, ახალი ემოციები, ძალიან მიხარია ყოფნა და თავი, თვლი რომ კარგია ძალიან სტუდენტურ დღეების ჩატარება. პროექტის საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში მინდა ვთქვა გუნდების მომზადების დონე და ესე ვთქვათ, კარგი გამოსვლა სცენაზე, ასევე რა თქმა უნდა აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სტუდენტური მაჯისცემა და ესე ვთქვათ, ლუხტი იგრძნობა დარბაზში გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულ უნივერსიტეტს ახდია თავისი გულშემატკივარი საკმაოდ დიდი რაოდენობით და ყველას ესე ვთქვათ, გულშემატკივრობს არ არის აქ გამორჩეული ის, რომ მარტო თავისი უმაღლესი სასწავლებლის გამოსვლა გუნდს გულშემატკივრობს. ყველა არის ერთიანი, ძალიან დიდი ლამაზი თბილი მუხტი დარბაზშიაც ძალიან სიამოვნებით მეკიდავთ. თითოეული უნივერსიტეტის კონკურსანტებს თან თავიანთი გულშემატკივრები ახდენ, მაყურებელი ემოციებს ვერ მალავდა. ძალიან მომეწონა ეს ღონისძიება, რადგან ჭიათურაში ზოგადად ასეთი ღონისძიებები არ ტარდება ხოლმე და ძალიან იშვიათია და ამიტომაც ძალიან მომეწონა, რადგან ეს იწვევს ახალგაზრდების წახალისებას უფრო რომ ჩაერთონ ასეთ პროექტებში და რა ვიცი, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. ორიგინალურ თეატრალურ და იუმორისტულ ნომრებს სპეციალური ჟიური აფასებდა. ხანგრძლივი განხილვის შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ძალიან ნიჭიერებია და ძალიან კარგია. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა რომ ჩვეულებრივი სტუდენტებია და სხვა უნივერსიტეტებს აკეთებენ თეატრალურ დადგმებს, თამაშობენ ამ პატარა მინიატიურულ სპექტაკლებს, ანუ სიყო მინიატიურა ხარის მე გამოგებული არის სპექტაკლები, რომელსაც თვითონ იქ გამო თავის უნივერსიტეტებში იყო ორიგინალური ნომრები, რომლებიც ძალიან გადასარევი და იუმორისტული იყო ძალიან კაი. და ეს თვითონ სტუდენტები თავისთავად იდეა არის იმისი, რომ გამოავლინოთ ნიჭიერი ბავშვები და იყვნენ დაკავებულები კარგი საქმით და რაღაცა ქუჩაში სიარულე ასე შემდეგ და არის კიდე მეგობრობა. აი ეს უნივერსიტეტები ერთმანეთთან მეგობრობა. მიუხედავად შეჯიბრია იქ ნომინაციებში ქულებს ითვლიან, იქ თვითმმართველობები არიან ერთ ამბავში, საბოლოო ჯამში ესენი მეგობრობენ და ეს არის ყველაზე მთავარი. წელს სტუდენტური დღეები 2014 ქართველი ახალგაზრდების ევროპული მომავლის ეგიდით ტარდება ღონისძიების მხარდამჭერი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა იყო. პროექტი სტუდენტური დღეები 2014 ევროპული მომავლისთვის დაიწყო 8 მაისს. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოავლინონ თავიანთი ნიჭი სპორტის, ხელოვნებისა და ინტელექტუალური მიმართულებით. სხვადასხვა საკონკურსო დღეები ტარდება სხვადასხვა რეგიონებში. დღეს ჭიათურაში გვაქვს თეატრალური, იუმორისტული და ორიგინალური ნომრების საკონკურსო მეორე ტური, რომელშიც გამოვლინდება გამარჯვებული, ხოლო გამარჯვებულს გავასაჯაროებთ 6 ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დახურვის ცერემონიალზე. შესანიშნავი საღამო იყო, შესანიშნავი ახალგაზრდობა გვყავს. მადლობა თითოეულ მათგანს ამ ლამაზი საღამოსათვის და მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომელმაც გრანდიოზული საღამო მოუწყო ჭიათურის ახალგაზრდობა და მთელ ჭიათურა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რადგან ესეთი პროექტი აქვს, სადაც ძალიან 57 უმაღლესი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან ჩართულები, დღეს ჭიათურაში იმყოფება 7 უმაღლესი უნივერსიტეტის სტუდენტი. თითოეულ მათგანს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. აი სახეზეა რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოვიდა დღეს. ღონისძიება ფეიერვერკის ფონზე სტუდენტური დღეები 2014-ის ჰიმნით დასრულდა.